თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, თუმცა ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილის სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურად ესწრებოდა, რის გამოც მოწმეთა დაკითხვა აღარ მოხდა. სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადასინჯა და ის ძალაში დატოვა. სასამართლო მიხემწვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205, 206, 231 პირმა მუხლებით ადგილზე თათბირი დაადგინა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დარჩეს უცვლელი. შეეხება დარბაზი გახვალთ ყველანი დარბაზიდან. პროცესზე სიტყვით ისარგებლა პოლიტპატიმრების ნაწილმა, მათი თქმით აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. დღევანდელ სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა ზვიად ცეცხლაძემ, მისი თქმით პროკურატურამ დააწესა სტანდარტი, ძიმე მუხლი გამხდარიყო საფუძველი მიმალვის საფრთხის ვარაუდის და ის ამ სტანდარტს სხვა საქმეებშიც იყენებს. ამ კონტექსტში ზვიად ცეცხლაძემ სისხლის სამართლის წესით დაკავებული მაღაროელების საქმე ახსენა. პროკურატურამ ფაქტობრივად დააწესა ისეთი სტანდარტი, რომ ვინაიდან გვედავებიან ძიმე მუხლი გახდა საფუძველი იმის, რომ ივარაუდონ, აი ჩვენ ვედავებით 4-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე, ვინაიდან ძიმე, ამას შეიძლება სურვილი გავუჩინოთ მიმალვით. დღეს სრულიად სხვა საქმეზე, მაღაროელების საქმეზე, ზუსტად იგივეთი იხემწვანელა პროკურატურამ, რა დღის წესრიგი შეიქმნა ჩვენ შემთხვევაში. ანუ ჩვენი სასამართლო პროცესი და ის დე-ფაქტო ვითარება და ის დე-ფაქტო არგუმენტი, რაც გამოიყენეს, გახდა დღის წესრიგი. პოლიციასთან, კრიმპოლთან იქ საერთო წინააღმდეგობა არ ყოფილა, სახში მისვლის დროს თავად გაუღეკარები, პრინციპში პოლიციელთან დაძაბული კომუნიკაციაც არ ყოფილა და იდეაში ამის სასარგებლო მხარეც არ იყო. რა თქმა უნდა, თუ სამართალ აღსრულება გსურს რომ იყოს ჯანსაღი, უნდა მინდიოდეს თანამშრომლობა სასამართლოსთან თუ სამართალდამცავებთან და ეს მოცემულობა იყო და თუ აი იგივე არგუმენტს გამოვიყენებ, არც ერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ წინააღმდეგობა გამიწიოდა. მაშასადამე კანონმორჩილად ჩატარდა ჩემი მხრიდან ეს პროცესი. შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო აი შიდა პატიმრობა, რაც ზუსტად იგივე შედეგებამდე მიგვიყვანდა. ანუ ამ შემთხვევაში უფრო მკაცრი ზომა რატო იყო გამოყენებული, როდესაც შეიძლებოდა უფრო სუსტი ზომის გამოყენება და უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება და ამავდროულად გვახსოვდეს, რომ ჰუმანურობის პრინციპი არის სასამართლო პრინციპის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. თუ მიზნის მიღწევა შეიძლება სხვა უფრო ლაითი პროცედურით, რატო ვიყენებთ უფრო მძიმეს? პროცესზე სიტყვით წარსდგა ერთ-ერთი ბრალდებული ვეფხია კასრაძე. კასრაძეს სიტყვა მოსამართლე მჭედლიშვილმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ესაუბრა. კასრაძემ ახსენა პროევროპული აქციების ფარგლებში დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე. მოსამართლემ მას უთხრა, რომ არ აინტერესებს სხვა საქმეები და მოუწოდა საუბრის ტონი შეერჩია. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზირებული პოლიტიკური დევნა, არა მარტო ჩემზე, არამედ ამ ახალგაზრდებზე, რომელიც მიზანმიმართულად არის განხორციელებული ჩვენზე. მაგრამ ერთი რამე მინდა უთხრა მე ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ისინი თუ აპირებენ რაღაცნაირად გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ, ეს არ მოხდება. გლები არათვინიერდებიან. ბატონო ბიძინა. გლების მოთვინიერება არის გაგაწყვეტინებთ, იმიტომ შეუძლებელი. თქვენ უნდა მომართოთ მე სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება სადაც გნებავთ, იქიდან მიმართეთ. ბატონო ვეფხია. არანაირი პრობლემა აბსოლუტურად იმასთან დაკავშირებით არ გაქვთ. ჩემთან, როდესაც სასამართლოს სხდომაზე ბრძანდებით, აღკვეთთან დაკავშირებით, კი ბატონო გისმენთ და მე უნდა მომართოთ. კი ბატონო მოსამართლე. ისე მიმართეთ. აღკვეთთან დაკავშირებით თუ რამე გაქვთ, გისმენთ თუ არა და კარგად კი ბატონო, ერთი წადი. ნუ მაწყვეტინებთ. რა თქმა უნდა. მაწყვეტინებთ, იმიტომ რომ მე მომართეთ უშუალოდ. რა თქმა უნდა. მაქვს ძალიან ბევრი რამე მაქვს სათქმელი. დღეს რაც აი ამ დარბაზში ხდება, ეს არა მარტო დანაშაულია, ბატონო ბრალდებლებო, არამედ ეს არის ბოროტება. რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემშვილებს სრულიად უკანონოდ წაართვით სიხარული. და აი ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. და დღეს ჩემი 8 წლის ბიჭი განიცდის ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ტკივილს. მე იმ დღეს წინა სხდომას უყურე ანდრო ჭიჭინაძისა. მსახიობი კაცი, ჩემი კოლეგა, რომელიც საქმეებს მე არ ვიფილავ. შეიძლება რა.
ანუ აღკვეთთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ რა. კი ბატონო გისმენთ. სხვა საქმეებს არ ვიხილავ. ჩემი დამოკიდებულება კი ბატონო შეგიძლიათ ისაუბროთ. ჩემი დამოკიდებულება მათქმეინეთ. სხვა საქმეები არ მაინტერესებთ. ბატონო მოსამართლე. დიახ. ბატონო მოსამართლე. ძალიან გთხოვთ რომ შეარჩიეთ, ხო? ბატონო მოსამართლე. თქვენც უნდა შეარჩიოთ ტონი. რა თქმა უნდა, მე ტონი არ მიწევი არანაირად. ბატონო ვაჟა და ბატონო ვახტანგ. თქვენი ყველა ქმედება. ეს არ არის მხოლოდ დანაშაული, ეს არის პროტება. ვეფხია კასრაძემ პროცესზე ასევე პატრიარქს მიმართა. ჩემო პატრიარქო, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები დაესწრონ ჩვენ სასამართლოებს. რათა აღიკვეთოს ეს პროტება, რაც დღეს ხდება. ამ ახალგაზრდებს ართმევენ სიხარულს, ართმევენ მომავალს. რაც დანაშაული კი არა, მხოლოდ პროტებაა. დღეს საქართველო არის დაპყრობილი ხალხო. და მე მინდა რომ მივმართო საზოგადოებას რომ ამაზე ხმა უნდა აიმაღლო. ბატონო ვეშია პრობლემა საზოგადოებაში. შენიშნოს არ მინდა რომ თქვენს გარეშე გავაგრძელო პროცესები. ძალიან გთხოვთ დაბრძანდით ან აღკვეთთან დაკავშირებით. ვიცოდი რომ დამაგავებდნენ და მზად ვიყავი და ველოდებოდი რომ დამიძახებდნენ და მივსულიყავ. არც მაშინ არ დავმალულო. საერთოდ ვერ მიცნო მე პოლიცია. მაგრამ მე უთხარი მე ვარ მეთქი კი ბატონო. რა აუცილებლობა არსებობს რომ მე ვიყო საპატიმროში და არ ვიყო სახლში. დამიძახებთ გამოვცხადდები კეთილსინდისიერად, გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. არ იქნებიან ჩემი შვილები გამწარებულები, არ იქნებიან ამ ახალგაზრდების მშობლები გამწარებულები. მოდი რა. ხო არის რაღაცა ადამიანური ხო არსებობს არა ხალხო რა. როგორი სახელმწიფო საჩვენება გვინდა ამაზე მაქვს ხალხო საუბარი მე. ბრალდების მხარემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა პროკურორების თქმით არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტაციას არ დაეთანხმა და 8 პირის გათავისუფლება მოითხოვა. დაცვის მხარის განცხადებით პროკურატურა ვერ ასაბუთებს რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები პატიმრობაში. ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულების მიმართ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას თავაზობდნენ. ბრალდების მხარეს მეაჩნია რომ კვლავ არსებობს პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. ვისაც სასამართლომ უკვე არაერთხელ განიხილა ეს საკითხი მიუთითა, რომ რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მხარის მიერ და ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა დატოვა ძალაში. მოცემულ შემთხვევაში არც დღევანდელ ხომაზე არ აქვს ბატონო მოსამართლე რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი დაცვის მხარეს, რაც ზეგავლენას მოახდენდა ბრალდებულების მიმართ შერჩეულ აღკვეთ ღონისძიებაზე. არც მიმალვის საფრთხე, არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც რაიმე სხვა საფრთხე არ არსებობდა. ძალიან სიღრმისეულად ამ დეტალებში არ ჩავა, რადგან არაერთხელ იყო მსგავსი შუამდგომლობა ჩვენს მიერ გაჟღერებული, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ძალიან მარტივი არის რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა გამოვიყენოთ, სადაც მითითებული არის რომ პატიმრობა არის უკიდურესი და უმძიმესი ფორმა და თუ კი არსებობს რაიმე შესაძლებლობა რომ ალტერნატივა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა კანონმდებელი მიუთითებს ყველას სასამართლოსაც რომ ალტერნატივას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოგეხსენებათ რომ საპროცესო დანაძიების იმპერატიული დათქმა ეს არის ვალდებულება პროკურორის რომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ არჩეული აღკვეთი ღონისძიების სახის დასაბუთება და ამავდროულად ვალდებულება აქვს რომ დაასაბუთოს იმასთან დაკავშირებით თუ რადო არის მიზანშეუწონილი ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ სასამართლო დარბაზში მე არ მომისმენია არანაირი დასაბუთება იმასთან დაკავშირებით რომ თუ ნაკლები შემზღუდავი ღონისძიება რადო არ იქნება რაიმე სახის შემაკავებელი თუ შემზღუდელი ამ შემთხვევაში. ვერ მომისმენია იმასთან დაკავშირებით რომ რა საფრთხე არსებობს მიმალვის. არც მომისმენია იმასთან დაკავშირებით რომ მოწმეზე რაიმე სახის ზეგავლენის ან თუ მტკიცებულების განადგურების ან თუნდაც გაქცევის ან თავის არიდების და ასე შემდეგ. სასამართლო თავს თulis შებოჭილად აი იმ პირველი მიღებული გადაწყვეტილებით და ამბობს ხოლმე რომ არსებითი გარემოება არ არსებობს აღკვეთ ღონისძიების შესაცვლელად. რაც ჩემი აზრით არის აბსოლუტურად მცდარი ინტერპრეტაცია პატიმრობის მოსამართლე ავტომატური გადასაჯვის მექანიზმის ამთლიანად, იმიტომ რომ როცა ალტერნატიული გადასაჯვის მექანიზმი საქართველოში იქნა დანერგილი და მოგეხსენებათ იქნა დანერგილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მითითების შემდეგ სამწუხაროდ დღეს მე იმედი მაქვს რომ ისევ ფორმალობად არ დარჩება ევროსამართლოს განმარტება, რა ფორმალობადაც სამწუხაროდ არ არის დარჩენილი დღევანდელი პრაქტიკით და თქვენ რეალურად გაითვალისწინებთ იმას რომ სულ რომ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება ყოფილიყო მიზანშეწონილი და დასაბუთებული მაშინ როცა იქნა მიღებული თქვენ არ ხართ შებოჭილი იმ გარემოებით და თავად უნდა შეაფასოთ დღეს არსებობს თუ არა
რაიმე რისკი იმისა, რომ ბრალდებულები ან მეიმალებიან, ან ახალ დანაშაულს ჩაიდენენ. თომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო მოსამართლე თამარ მჭედლიშვილსა და ადვოკატ შოთა თუთფერიძეს შორისაც. ადვოკატმა მჭედლიშვილს მოუწოდა პასუხისმგებლობა გაეცნობიერებინა და გადაწყვეტილება ისე მიიღო. ამის გამო მოსამართლემ ადვოკატ შენიშვნა მისცა. სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი შელაპარაკება იყო თამარ მჭედლიშვილსა და ვეფხია კასრაძის ადვოკატს კახა კოჟორიძეს შორისაც. თვალებში ჩახედეო და შეშინებულ. შიშზე არ მქონდა უფრო მქონდა პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე აქცენტი შიში რა შუაში არის. ანუ პასუხისმგებლობა არმა გაცნობიერებული ასე გონია. არა, მოსამართლე მინდა რომ ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ თუ სამართლო გადაწყვეტილებას და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებ, ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ აუტორიას შეხედოთ თვალებში და ბრალდებულებს შეხედოთ თვალებში, რომ თუ გადაწყვეტით, რომ გააკეთოთ ის ჩემი აზრით ფიზიკაკეთებასაც აპირებთ, აი ჩახედეთ თვალებში გორგაძეს, მიმინოშვილს, ჯავახიშვილს, ბავშვებს პირდაპირ მნიშვნელობით და უთხარით, რომ მე გულწრფელად ჯერა რომ თქვენ გაიქცევით, ან ახალდანაშაულს ჩაიგდეთ. იმიტომ რომ ეს დისკომფორტი მაინც იგრძნოთ, თორე სიცხული რა შუაში არის. მე მაგას მითითებ, რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე? ბატონო, შოთა, შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით. შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ, ანუ რას ნიშნავს დისკომფორტი და მითითებები და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ მეტი აღარ განმეორდება. მადლობა. გისმენთ შემდეგ. თავის პოზიციას ვერ გავიგე რა გნებავთ მოსამართლეო. ანუ რატომ ეჩხუბებით? მეჩხუბებით. გაძლევთ შენიშვნას. თქვენ გადაწყვეტილება მიიღოთ უკანონო და არც შემომხედოთ ესე უნდა მიიღოთ? კაბინეტში. რას ნიშნავს ერთ უკანონო გადაწყვეტილების და რას ნიშნავს თუ არ იცით მაშინ შენიშნას რატომ აძლევთ მოსამართლეო? ამასთან დაკავშირებით გითხარით უკვე და თუ მხოლოდ თქვენი სურვილია გასაგებია ეს ყველაფერი. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ასეთ ტიპის საქმეებზე, ხასუსამ ასეთ ტიპის საქმეებზე არის შექმნილი ძალიან უსამართლო დამოკიდებულება პირების მიმართ, ამ უსამართლო დამოკიდებულებაში ჩართული არის როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო, ამას პირდაპირ ვიტყვი, ბუნებრივი შენიშვნას გათხოვთ მაგასთან დაკავშირებით, ისაუბრეთ მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებები არის ალბათ, მინდა გითხრათ ეს ყველაფერი და თქვენი შეფასება ძალიან გთხოვთ, რომ შეფასების კუთხით გააკეთეთ. დანარჩენად თქვენ მეგონი არ მისმენთ უკაცრავად მე რას ვსაუბრობ. ძალიან კარგად გისმენთ და ეს ამაზე შენიშვნას გაძლევთ. მაგას რომ მეუბნებით მე მოსამართლეს რომ არ მისმენთ. არა, იმიტომ რომ სხვა რაღაცა ვთქვი. ნახეთ, მე დავამთავრო აზრი თუ შეიძლება, იმიტომ რომ არ მოგისმენიათ მე რა ვთქვი. მისმინეთ ძალიან კარგად და გთხოვთ რომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ძალიან გთხოვთ შენიშვნას გაძლევთ კიდევ ერთხელ. სასამართლოსადმი უპატივცემლობას გამოხატავთ. მე არ ვიღებ მაგ შენიშვნას, იმიტომ რომ თქვენ არ მისმენთ. არ იღებთ, ესეც პრობლემაა, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, რომ 95 მუხლი არ დამჭირდება ბატონ გახა და გთხოვთ, რომ გავაგრძელოთ აღკვეთთან დაკავშირებით. საქმეზე შემდეგი პროცესი 7 მაისს გაიმართება. დაკავებულებიდან 3 ზვია ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კეძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.